რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე Mercedes-ი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამძლე SUV? მარტივად რომ გითხრათ, ეს ავტომობილი არის ქართული, ანუ თბილისის ცენტრის ავტომობილი და გამოშვების დღიდან არის საქართველოში და გავლილი აქვს საქართველოში არ დაგავიწყდეთ 105,000 კილომეტრი და საქართველოში გავლილი 105,000 კილომეტრი არის ალბათ გერმანიის 300,000 კილომეტრი და შეიძლება მეტიც. ანუ საქართველოში ხო ხვდებით 105,000 კილომეტრი ჩვენს გზებზე, რას ნიშნავს და არაფერი ამ ავტომობილში არ არის, ანუ ისეთი ტექნიკურად არასდროს არაფერი არ გაფუჭებია, ძრავი კოლოფი ქარხნული აქვს, არც დანასერვისები არ არის და ხიდებიც კი არის ქარხნულ მდგომარეობაში და მანქანას არაფერი არ აწუხებს საერთოდ და ყველაზე მთავარი ეს ავტომობილი არის არაქარხნულ მდგომარეობაში, ანუ აქ გვაქვს 570 ცხენის ნაცვლად 730 ცხენის ძალა stage 1 და ამ 105,000 კილომეტრის განმავლობაში ამ მანქანას თითქმის 5 ჯერ აქვს ჩვენს ქართულ დრაგში მონაწილეობა მიღებული.